ძვირფასო ქარელელებო, ჩემი დღევანდელი ტელევიზიით გამოსვლის მიზანი გახლავთ დიფტერიის დაავადების საწინააღმდეგოდ მასიური იმუნიზაციის ჩატარების შესახებ განმარტება. მოგეხსენებათ, რომ დიფტერიის დაავადება მიეკუთვნება საშიშ ინფექციებს, რომელიც ხშირად სიკვდილითაც კი მთავრდება. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენს მეზობელ რაიონში, გორში, უკვე აღინიშნა დიფტერიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სიკვდილითაც კი დამთავრდა. სრუნავს რა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისრად დაისახეს მასიური იმუნიზაციის ჩატარება დიფტერიის დაავადების საწინააღმდეგოდ. ამისათვის ჩვენ მომარაგებულები ვართ საჭირო ვაქცინებით, შპრიცებით, სპირტით, ბამბით და მზად ვართ, რომ ყოველ დღე დილის 10 საათიდან გარდა შაბათ-კვირისა მოგემსახუროთ ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები ამ დიდი პროგრამის განხორციელებისათვის. უნდა მოგმართოთ 3-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებიდან მხოლოდ 1 წელია საჭირო პაუზა. უკუჩვენებები თითქმის ნულამდეა დასული. იცრებიან თვით ტემპერატურა რომ გქონდეთ 38 გრადუსი, მაშინაც კი. შესაბამისად, 3-დან 15 წლამდე მიმართავენ ბავშვთა პოლიკლინიკას, მხოლოდ მის ზემოთ 60 წლამდე მოზარდთა პოლიკლინიკას. ნუ შეგვეშინდება ძვირფასოთა მემამულენო ამაცრის ჩატარების გამო. ვინაიდან თითო ადამიანზე გათვლით 400-ჯერ დიდია რისკი დაავადების მიღებისა, ვიდრე აცრის შემდეგ გართულებისა. გართულებები თითქმის არ გვექნება. იმედს ვამყარებთ, რომ მოგმართავთ და ამ დიდ სახელმწიფოს საქმეს არ ჩავშლით თქვენთან ერთად და დიფტერიის დაავადების გავრცელებას ყველანი ერთად ხელს შეუშლით ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ. სოფელ ზღუდრის, სოფელ ახალსოფლის, ბრეთის მეურნეობის, დვანის, ავნების, სოფლის მეურნეობის დირექტორებმა მიმართონ ქარელის რაიპოლიკლინიკის მთავარ ექიმს თემური ედილაშვილს ყოველ დღე გარდა შაბათ-კვირისა დილის 10 საათიდან შესაბამის სოფლებში ექიმთა ბრიგადების მისავლინებლად და მასიური იმუნიზაციის შესატარებლად. ასევე სოფელ მოხიცის, ავლევის, ბრედისა და აბისის მეურნეობის დირექტორებმა მიმართონ დაბა აგარაში მთავარ ექიმს თეთინო კახაიას ექიმთა ბრიგადების მისავლინებლად აღნიშნულ სოფლებში.